დღეს ჩვენ გაცემის სტუმარი გახლავთ მამა გურამი, თბილისის წმინდა ნიკოლოზის დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური. მამა გურამ ძალიან დიდი მადლობა, რომ როგორც იქნა ჩემი სურვილი ასე ვთქვათ, ასრულდა და თქვენ მონახეთ დრო და მოხვედით ჩვენთან სტუმრად ახალ სტუდიაში დიახ. და როგორ თემაზე მინდა რომ დღეს ვისაუბრო, დავიწყოთ თემა რა თქმა უნდა ძალიან ბევრია და თქვენი აზრი ბუნებრივია საინტერესო არის ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის, მაგრამ ესეთი ორი აქცენტი მინდა გავაკეთო დღეს. პირველი ვთქვათ ჩვენთან მიღებულია და ჩვენ გვაქვს ასეთი რწმუნება, რომ საქართველოს არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, თან გუშინ ღვთისმშობლის მიძინების დღე იყო მარიამობა და აქედან გამომდინარე ოღონდ ჩემი აზრით რაღაც ეს ამას აღვიქვამ ჩვენ ერთგვარ ბენეფიტად, რომ მე როგორც მინდა ისეთი ვიქნები, მინდა კარგი, მინდა ცუდი, მაგრამ ღვთისმშობელი თავის კალთას გადაგვაფარებს, იმიტომ რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ, ამ დროს ეს წილხვედრობა პერიოდოსობა კი არა პასუხისმგებლობა. მე ესე ვფიქრობ და თუ შეიძლება ეს თემა რო განვმარტოთ, თუმცა არის ჩვენი საზოგადოების ნაწილი, რომელსაც ამისი არ სჯერა, მაგრამ ყველას აქვს უფლება გქონდეს თავისი რწმუნება. რას ნიშნავს რომ ვარ ღვთისმშობლის წილხვედრი? რას ნიშნავს რომ ჩვენ ვართ უძველესი ქრისტიანული ეირი და ამითი ვამაყობთ, ხო? რომ ქრისტესთვის მართლაც საქართველოს ძალიან ბევრი სისხლი აქვს, ქრისტეს რწმენისთვის დაღვრილი. და საბოლოო ჯამში ამას ჩვენ მე მგონი აღვიქვამთ როგორც ერთგვარ ბონუსს ღმერთთან ურთიერთობაში. რას ნიშნავს ესე ზოგადად რო ვიკითხოთ ღვთისმშობლის წილხლომობა? გილოცავთ ღვთისმშობლობას მთელ საქართველოს, მთელ მართლმადიდებლურ სამყაროს და საერთოდ კაცობრიობას, იმიტომ რომ ღვთისმშობელი ეს მაცხოვარი, მთელი სამყაროს მაცხოვარია და ამიტომ ყველას დღესასწაულია, რა თქმა უნდა. და ერთადერთი ჩვენ რაც გვჭირდება, ეს არის მართლა გავიაზროთ, ყველამ გავაცნობიეროთ, რა მისია ეს, რას ნიშნავს, რომ ჩვენ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ. და მართლაც ასეა, ეს ამაზე აქ არ არის ლაპარაკი, რას ნიშნავს შეულობა და ეს როგორ გვესმის, აქ თითქმის რაც ებრაელებთან მოხდა, თითქმის იგივე მეორდება ჩვენთან ამ მხრივ, ამ შეულობის გაგებაში, თვითონ შეულობა რაშია. ჩვეულებრივი ქართველისთვის, მართლმადიდებლისთვის რაღაცაირად შეულობა განისაზღვრება იმაში, რომ ჩვენ აგვირჩია ღვთისმშობელმა და ეს უკვე უპირატესობაა. არადა რჩეულობა სწორედ იმაში, რომ ეს დიდი მისია და პასუხისმგებლობაა, რომ ჩვენ იმ გზას დავადგებით, ისე გავიგებთ ყველაფერს, ისე შევიტყობთ ქრისტეს, როგორც მარიამ ღვთისმშობელმა. ამ შემთხვევაში უფრო მეტიც, მაშინ უკვე აქ მივადექით რას ნიშნავს ღვთისმშობლის თაყვანისცემა, მოდი ასე ვთქვათ. მამების სწავლებით წმინდათა მიმართ მიგებული თაყვანისცემა, თაყვანისცემა როგორც ასეთი, გულისხმობს არა მხოლოდ პირდაპირ გაგებით თაყვანისცემას დაუშვათ ხატების წინაშე სანთლების დანთებას, პარაკლისების დაუჯდომელების აღლენას და ასე და ასე შემდეგ, რომლითაც ჩვენ ძალიან ვართ. არა, მდიდარი ვარ და ამას ვაკეთებთ კი. მაგრამ წმინდანთა თაყვანისცემა და პატივისცემა პირველ რიგში ნიშნავს მათი საქმეების მიბაძვას, ანუ ისე ცხოვრებას, როგორც ისინი ცხოვრობთ. შეიძლება ზოგიერთი შემოგვედავს დავუშვათ როგორ ხარ, როგორ მივბაძოთ ღვთისმშობელს, როგორ ბედავ ჩვენ ამას, ის ხო ძალიან დიდია, ან მით უმეტეს მაცხოვარს, ან დიდ წმინდანებს, დიდი რომ რაღაცა ქება შევასხათ და მეოხება ვითხოვოთ ჩვენ ცოდვილთათვის. აქ იწყება უკვე რელიგია, რომელიც დაემართათ ებრაელებსაც, რომ თვითონ ღმერთი, რომელიც ადამიანში გამოვლიდა, მათ რაღაცნაირად აზრების მსახურებაში, იერარქიაში, რაღაცა ისეთი მეფში გადაიტანეს და მსახურებაში, მსხვერპლშეწირვაში და არ მოხდა
რეალიზაცია და რეალურ ყოველდღიურ ცხოვრებაში დადგენა და ცხოვრება ისე როგორც გვასწავლი და ჩვენ აი იერემია წავიკითხა ხამ დღეებში და მან დარი რომ ამ დროს ისე მდგომარეობას მიაწია ისრაელის ქვეყანამ რომ მათმა მეფეებმა რაღაცა გადაუხვიეს ღვთისმსწინებელ ჯულს რომლითაც მათ უნდა ეცხოვრათ და თუ ისინი ცხოვრობდნენ ამ ჯულის მიხედვით რაც მიეცათ ისინი დაიმკვიდრებდნენ და შეინარჩუნდნენ ქანაანის ქვეყანას სადაც ზედა თაფლის დის და ასე შემდეგ ახლა ეს პირობითია ზედა თაფლი და რა არის აქ საჭმელზე კი არ არის ლაპარაკი აქ არის ცხოვრება მადელის მიერ შინაგანით და არა ფიზიკური და შეძენით და ასე შემდეგ ანუ ყოფნით ცხოვრება როცა ხარ შენ კი არ გააქვს რაღაცებს კი არ იძენ და შეიძლება ბედნიერი იყო გაგიხარდეს რაღაცა სიამოვნება მიიღო მაგრამ ეს მერე ილევა ეს ყველაფერი და ადამიანს მუდმივად ჭირდება რაღაცა მიბმულია მუდმივად გარესიკეთებს და უკვე საზღვარს გადადის უკვე არ ყოფნის არაფერი და უკვე ჩაგრავ ძმას ართმევს აგროვებს იქ მეორეს ვერ ხედავს ვერავის და აი ეს გადაგვარება აი თურმე რატო იყო რჯული რომ რჯული მისთვის არის შენ ეს მოგაქციოს იმ კალაპოში სადაც შენ მადლის მიერ და ანუ ყოფნით მადლით იცხოვრებ და არ გჭირდება რაღაცა დამატებით რაღაცების დაგროვება და ბრძოლა რაღაცების აი როგორც ჟანგბად სუნთქავ ასე ნეტარებაში ხო დროს ესე იგი მოხდა რა რომ იმ რჯულს ისე გადაცდნენ ნელ-ნელა მეფეები მენაშესგან დაიწყოს ყველაფერი რომ ყოველ გორაგზე სადაც იყო კერპებს აგებდნენ ანუ რომ გაემართლებინა თავიანთ ეს ავხორცობა და ჟინი უკვე ამ ახალი ღმერთები შემოყავდათ აშერი მანდ და შემდეგ ბაალი და ასტარტი და ესენი რას ნიშნავს ახლა ეს აშერი ბაალი ასტარტი ეს ღმერთები ყავდათ ქანანეელი სანამ ებრაელები გადავიდოდნენ რომელსაც ერთი ღმერთი ყავდათ ანუ ეს არის ადამიანი რომელიც ემსახურება რაღაც თავის რაღაცა ვნებას და ჟინს და ეს არის კერპების სახით რომ დაიკმაყოფილოს ეს და ამით ამართლებს რომ კერპებით ამაგრებს თავის ავხორცობას რომ გაამართლოს თავისი ჟინი და იგონებს კერპებს და წყდება იმ ერთ ღმერთს რომელიდანაც ის ყველაფერ ამას იღებს მადლის შიგნიდან ანუ ხო და როცა ეს იქამდე დავიდა რომ უკვე თითქმის მოიშალა რჯულის თაყვანისცემა პატივისცემა უკვე ცოცხალ ღმერთს თაყვანს არსემენ გადაგვარებამ სღვრამდე მივიდა უკვე იერემიას მეფშვებით აფრთხილებს და ეუბნება რომ ნუ დაენდობით სრულ სიტყვებს უფლის ტაძარია აქო გამოისწორეთ ზნედა საქციელი თორემ დაინგერება ეს ადგილი მოვა ჩრდილოეთი და მტერი აფრთხილებდა წინა ქვაზე არ დარჩება რატომ იმიტომ რომ ადამიანი კი არ შექმნა ადგილისთვის და ტაძრისთვის ტაძარი და ადგილი და მიწა შექმნა ადამიანს თუ შენ გადახარ ჯულს მაშინ ეს სარიელია ყველაფერი მკვდარია ტაძარის და ისიც ანუ მე რატო ვამბობ ამას ახლა ჩვენ ამ რჩეულობით რომ ვთქმებით ღვთისმშობლის ქვეყანა ვარ ღვთისმშობლის ქვეყანა კარგია კი მაგრამ რას ნიშნავს თუ ჩვენ შესაბამისად ცხოვრება არ მოვაწყეთ ღვთის იმ ცნებებით ქრისტემ რომ გვასწავლა ღვთისმშობელმა რომ შვაძერისთვის რომ მან სიყვარული მოგვიტანა ერთობის განცდა და თუ ამას გადავალ და არ ვიცხოვრებთ მაშინ უბრალოდ დანდობა სიტყვებზე როგორც იერემიას ნუ დაენდობით სრულ სიტყვებს გადაგვარებული ხარ რეალიზირებული არა გაქვთ ცხოვრების წესი ეს სხვადასხვა აქ იცი ნინო რა შემოდის აი რელიგიურობა აი ცუდი გაგებით პირდაპირ გაგებით კი არა როგორც კავშირი შემოქმედთან ამიტომ არის ცოტა ისე ბოლო პერიოდში ეს რელიგია გამოეყო თითქოს სეკულარიზმი იწყება თითქოს რელიგია პირადი საქმეა წმენა ხოლო ცხოვრება თავისთვის მიედინება ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა და სწორედ ჩვენ მართლმადიდებლებს გჭირს ეს შეცდომა ჩვენ მოგვეთხოვება ზუსტად იმიტომ რომ ჩვენ ვართ დიოფიზიტები და თავს ვაკლავდით შვიდი მსოფლიო კრება რომ ეს შეგვენარჩუნებინა დიოფიზიტობა ან ჭეშმარიტი ღმერთი და ჭეშმარიტი კაცი რატომ? იმიტომ კი არა ეს ვიმეოროთ მე ბწამსი.
არამედ დიოფიზიტობა ნიშნავს, რომ ჩვენ არც საიქიოში მივდივართ, იქ რაღაცა რო გვაცხოვნებს, იქ ღმერთი რო ზედმეტად სულიერები კი არა ვარ და არც მატერიალისტები ცალკე ღმერთს მოწყვეტილი. არამედ ჭეშმარიტი ღმერთი და ჭეშმარიტი კაცი შეურევლად შეურწყმევლად. როგორც ქრისტეში ვნახეთ კაცი, სრული კაცი. რელიგიამდე ხო ღმერთო კაცი შეგვდა ხატათვისა. შესაბამისად მიმსგავსების პროცესი ადამიანს დაუტოვა, მაგრამ ამ მიმსგავსების გზაზეც არის ორი საშიშროება, ერთი რომ მივემსგავსოთ, წავიდეთ ამ გუთით, მაგრამ უმსგავსოებიც გავხდეთ არჩევანი და მთელი ჩვენი ისტორია არის აი ეს პროცესი თუ როგორ ვემსგავსებიდან, როგორ არ ვემსგავსებიდან შესაბამის ცხოვრება გვაქვს. ანუ რისი თქმა მინდა, ნინო, უყურეთ ცუდად რა არის გაგებელიც ჩვენში რაღაცნაირად და ბოლო პერიოდში 90 წლიდან დამკვიდრდა რომ თუ ჩვენ ეს აზრები გვექნება თაყვანისცემა, რაღაცა ვეზიარებით, ასარებას ვიტყვით, მოძღვარი გვეყოლება, მარხვას დავიცავთ, ასე შემდეგ ცხონდებით საიქიოში. ნახეთ და რაღაცა ძალიან წამოიწია მან წიდა ამ დროს პირიქით ჩვენ ეს იმიტომ გვინდა რომ ის უფალი გეუბნება რომ ჩემი პრინციპით სიყვარული თუ იცხოვრებ 64 აქ გექნება და რა არის 64 უფლის მადლის ურთიერთობა ანუ იმ პრინციპებით რომელსაც უფალი გეუბნება რომ თუ ამ პრინციპებით იცხოვრებ 64 უკვე აქ გექნება ანუ 64 არის სწორი ურთიერთობები ადამიანის შორის როდესაც უკვე ზედათაფლია ანუ მადლია რაღაცნაირად ისა მადლია და ურთიერთობები აწყობილია სიყვარულზე, გაცემაზე და ეს უკვე ნეტარება, უკვე 64 ეს არის. და როდესაც ეს ურთიერთობები გვავიწყდება და ცალკეა წამოსულ რელიგიურობა, კი ბატონო შეიძლება ეზიარებოდეს, შეიძლება ახსარებას მაგრამ შედეგი რა არის ამის? ან ეს თავისთავად სათონებას სულაც არ არის. ანდა იქს რომ მე საიქიოში ახლა ადგილები გავინაწილოთ და სულ ბრძოლამედის იმაზე რომ არამართმადებელი არ ცხონდება თუ ეზიარები ცხონდები თუ არ ცხონება ცხონებული აქ ახარ სახარება რომ ნახოთ ადგილს ვერ ნახავ სადაც უფალი მომავალში კვირდება რაღაცას ის ამ ცხოვრებას გარდა ქმნის 64 ახლაც აქ არის მოუკლებლად ღმერთიც აქ არის მოუკლებლად შეიძლება ღმერთი არ იყოს აქ და ახლა ადგილი. შესაბამისად, თუ ჩვენ ვერ განვიცდით ამ ღმერთის წმენას და ღმერთის სიყვარულს და მასთან ურთიერთობას, იმიტომ კი არა ღმერთის შორს არის ჩვენგან, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს არასწორად ცხოვრება აწყობილი და ეს გვაიძულებს ჩვენ მე რომ რაღაცა გავმართოთ. და გარდა ამისა, ეს უბიძგებს კიდეც ადამიანს იმისკენ, რომ ყოველთვის დაადანაშაულოს სხვები ეს ახასიათებს სხვებსაც ახასიათებს მაგრამ მე ხა ამჯერად ყოველს თავის სამრეკლო აქვს და ჩვენს საზოგადოებაზე ანუ ქართველებზე ვილაპარაკებ და საქართველოზე რომ აი ის ვიღაცამ დაჩაგრა მეზობელი თქვა ყავს რუსეთი პოლიტიკა არ შემომყავს მეზობელი ყავს თურქეთი სულ არის მტრების გარემოცვაში რაღაც ცუდი ყავს დედა ცუდი ყავს მამა ცუდი ყავს ხელისუფლება და იმიტომ არ შეუძლია აქ 64 შეიქმნას ესეც არის ხო ეს მუდმივად გარეთ გაშვერილი თითი ნუ ეს ხო ის პარადიგმა ადამიანიდან მოდის და როცა ეუბნება მრაკენი ის იმწუთას გარეთ გააქვს თითი ანუ ქალი რომელიც შენ მომეცი იმ არ მომცა და მას ახლა თუ ჩვენ ვიტყვით რომ ეს მარტო იქ მოხდა ისტორიაში და ჩვენ ეს არ გვეხება ეს ადამიანშია ის ისტორია ეს ხო ჩვენ ვართ ადამიანი ეს ხო არაფერი წყვეტა არა საერთოდ არ ხდება ისტორიაში მაგაგებით არაფერი არის ორი ისტორია, ერთი სტატიკური, რაც გარედან ჩანს, ჩვენი ტვინით რო წდებით რაღაცებს შორიდან, არის სულის ისტორია, ადამიანის ისტორია, რომელსაც ყველა გავდივართ. და შესაბამისად ის რაც იქ არის ისტორია, ბიბლიის ისტორია, ასე რომ თქვა. ეს არის ჩვენი შინაგანი ისტორია. ადამიანის ისტორია, რომელიც მოდის ამ წუთისოფელში, მოაქვს ამოთხის ხსოვნა. და სამოთხსოვნა არის იმ ღმერთთან დიალოგის, ღმერთთან, ანუ სამყაროსთან ისეთი ერთობა, რომელშიც არის სრული კმაობა, ყოფობა, აი 64 არის კმაობის ადგილი. ეს მდგომარეობა, მოდი ეს უნდა გავიგოთ ჯერ. ნუ ახლა წმინდა წერილს და საერთო ცხოვრებასაც აქვს რამდენიმე დონე, არის ბავშვის დონე, აღქმის და სწორიც არის. ახლა ბავშვს ხო არ დავუშვით ჩვენ თოვლის პაპარო ჯერა და რაღაცა არც დავცინით, მაგრამ თუ კი 10 წლის არის ბავშვი და ისევ თოვლის პაპა ჯერა და 15 წლისაც ისევ რაღაც ბავშვურ რაღაცებს და საწოვარათი დადის, უკვე პრობლემაა, ხო, თორე ბავშვურ დონეზე მაგარ უნდა დავჭეთ. მე არის რაღაცა პავლე ძახის ამას მწვანილეული, ანუ რაღაცა ისეთი საშუალო დონე უფრო. და შემდეგ არის მაგარი საკვები.
ხო და ჩვენ უკვე ახლა ისეთი ჟამი არის, ჩვენ ცოტა ღრმა დონეები გვაინტერესებს რა მოხდა იქ და ეს ის მოხდა რომ ეს პარადიგმა ეს ნიმუში რომ თითი გარეთ არის გაშველი არის პირველი ეტაპი ბავშვობის დონე. ბავშვობის დონე როცა ჩვენ გარეთ ხედავთ პრობლემებს და მართალი ხარ ესეა ხო მაგრამ აი დიდი ის არის რომ დღეს უკვე ფსიქოლოგიაც მეცნიერებაც მიდის ამ შეგნებამდე და წმენა რაც ეს წმელი ჭირდებოდა აქამდე მიიღება დაუშვათ ბიბლიის სწავლების თუ სხვა რაღაცა ესეთი ბრძენი ადამიანების დღეს ამას დასტურდება მეცნიერულადაც ანუ რა თუ ადრე მცნება იყო რომ მაგალითად არ განიკითხო მაგალითად როცა ახლა დღეს უკვე განვითარდით მაღალი დონე და თუ შევხედათ უკვე ხვდები რომ წმენის საგანი კი არა ხან ღმერთი მეუბრება და სახარების წელი არ განიკითხო და აი მე არ განვიკითხავ და მე იქ ცხონდები თუ გაიგებ ცხონდები უკვე აქ რატო მიხვდები რომ არ განიკითხო იმიტომ რომ შენი აღქმა შენი დანახვა ფრაგმენტულია ვერ წდება ბოლოს რამდენჯერ ყოფილა ესეთი რომ ჩვენ გაგვიკითხავს ადამიანი და მე როცა რაღაცა გავიგეთ უფრო ფართოდ შეგცხვა კიდეს ეს რა ვქენი ანუ შენი ხედვა ბავშვურია უცებ ან იგივე დაგემართა შენ შემდეგ იგივე და ესეც გასავლის და ამიტომ გეუბნება არ განიკითხო და არა იმიტომ რომ ეს თუ ამას იზამ შენ მე კამფეტს მოგცე მე იქ არ კამფეტი აქვე გექნება თვითონ ცნებაა ჯილდო შენთვის აი ებრაელები ამბობენ ანუ ცნება არის უკვე ჯილდო და რატო მადლობა უნდა უთხრა ღმერთს აი წარმოიდგინე შენ ახლა რაღაც აკეთებდე ცოდვილობდე აი სოთაშორის ქართულში ცოდვა რა კარგი ტერმინი ახლა ცოდვაში არ არის აქ განკითხვა საერთოდ ცოდვილობს კაცი თუ შესაბამისად უნდა დაეხმარო ცოდვა ანუ როცა ცოდვილობ ჯულს რატო გაცემ ცნება ეს არის დახმარება რომ სწორ მეთოდს გეუბნება რომ აი ახლა რომ ასე იქცევი რომ განიკითხავ ან დაუშვა შურს იძიებ ან დაუშვა რაღაცას რომ სამაგიერო როგორც გექცევა ისე რომ ექცევი ასე თუ მოიქცევი შენ ჯოჯოხეთში ხარ და სულ პრობლემებში იქნები და ისევ შენთვის არის ცუდი და ანუ ურთიერთობები გააფუჭე და უკვე ჯოჯოხეთში ხარ ამიტომ გინდა სამოთხე დაიბრუნო ის მდგომარეობა ნულოვანი ანუ ნეტარება სადაც არის ჰარმონია და სიმშვიდე სადაც სახში ხარ შფოთი არა გაქვს შიში არა გაქვს შფოთი და შიში მერე გაშლა ზუსტად იმის გამო რა თითი გარეთ რო გაიშვერა გინდა ახლა აღიდგე სამოთხე გამოიშვერე აქეთ და შესაბამისად ჯულს იმიტომ გეუბნება მცებებს იმიტომ კი არა თუ მცებას დაიცავ მე იქ ცხონდები არა თუ იმოქმედებ არა შენი ტვინით და გამრჩევლობის უნარით რომ ვიღაცა გონია გასაკითხია ვიღაცა გონია რაღაცა რჩევის მიზეზია ან საგინებელია და მისაწოლია და ესე კი ყველას ამით რეალობას ვერ ვიღაცა შეიძლება დროებით გააჩუმო მოერიო მაგრამ სუდაძაბული ხარ თუ ენერგიას ხარჯავ ამიტომ ქრისტე გვასწავლის ის კაცი მოდის და აღიდგენს აი რა არის ისტორია და როდესაც მე ამით ხედავ და არა ამით უკვე მე ვხედავ უკვე ანუ ამით მე დათმობას კი არ ვაკეთებ და ეს კი არ ვარ ხანდახან ქრისტიანებს საყდურობენ ხოლმე აი ლოყაზე თუ მოგარტყეს მარჯვენა ეს ძალიან ეს ფშიშრების რელიგია და ეს ბოლო საუკუნეებში იყო ესეთი მიდგომა სიამდვილეში ასე არ არის ლაოძე ამბობს ძლიერი არ იბრძვის ორ მახურ შემართულ შორის ის იმარჯვეს ის მახურ დაშვებული ანუ როდესაც გააცნობიერე აი გამცნობიერებელი თავისუფალი იყო მტერი არ აყავს რატო სინამდვილეში მართლა არ აყავს მტერი და ყველაფერი შექმნა სწორედ დაძაბვა მწოდვა პირველმა წარმოსახვების სამყარო შექმნა იმიტომ არის წუთისობელი ილუზია სიცრუე და ამ სიცრუეში და სიბნელეში ყველანი ერთმანეთს ვეჯახებით მე რო გადავრჩეთ უკვე ქმნით სახელმწიფო სისტემებს თუ სახელმწიფო სულ არ საჭირო ებრაელები მსაჯულები ყავდათ ამ მსაჯული ვინ არის აი როგორც მახშვები იყვნენ როგორც იყვნენ ხევის ბერები ის არაფერს არ აკეთებს ის ისე ავტორიტეტი განეფინება ყველგან ყოველგვარი ძალადობის გარეშე რეგულირდება აი როგორც ფუტკრების სკაში რაღაც 10000 ფუტკარი დედა ფუტკარი ზის ის არაფერს არ აკეთებს მაგრამ ველი იქმნება და ყველა ჰარმონიაშია მამაგურა დიდი ბოდიში რეკლამის გამო უნდა შევწყვეტოთ მცირე ხნით იმედი არ გაგვიბრაზდება მაყურებელი და მსმენელი ჩვენ მალე დავბრუნდებით და გველოდოთ ჩვენ ეთერში ბრუნდებით გამაგდებთ საუბარ ჩვენ სტუმართან მამაგურამთან ერთად მამაგურამ თქვენ აპირებდი ამის კითხვას და თქვენ უკვე ახსენებთ ეს
შფოთი და შიში და ჩვენი საზოგადოება გამოსათ ადამიანი. რო არ ფიქრობ რომ ჩავიციკლეთ ჩვენ საზოგადოებაზე მაინდა-მაინც ქართველებზე, ადამიანი მიდრეკილი არის შფოთისკენ, აი სულ შფოთავთ არა ჩვენ რა იქნება ხვალ, რა იქნება 5 წლის შემდეგ, 10 წლის შემდეგ, აი ამ წუთას რა მოგვივა, ისეთ რაღაცებზე, რაც შეიძლება არც არასდროს არ მოხდეს. შეიძლება, მაგრამ ჩვენ უკვე ეს გამოტირებული, გამოცხოვრებული, გამოშფოთებული თუ გამოშიშებული გვაქვს ეს ყველაფერი. ეს შიში და შფოთი, ისა მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვიცი მე ყოველ შემთხვევაში კვირაში ერთხელ მაინც ხომ ამბობს თუნდაც არაეკლესიური ადამიანი მამაო ჩვენოს. ერთი პერიოდის ხოშე ძალიან მეშინოდა მამაო ჩვენოს თქმა იმ ხრივ რომ მომიტევე ვითარცა მე მივუტევებ იმიტომ რომ აღმოვაჩინე რომ ერთი 90%-ს ვერავის ვერაფერს ვერ ვუტევებ და შესაბამისად მეც არ მომიტევებს ხო ეს და სულ ამბობ რომ იყოს ნება შენი და ამ დროს შფოთავს ადამიანი შფოთავ და მთელ ამ შენ შფოთს უქვემდებარებ შენ ცხოვრებას შენ ჯანმრთელობას ავადდები ცუდად ხარ საიდან მოდის ეს შფოთი და შიში ხო ნუ ისე ვიქამდე მივდივართ ისევ ის რაც პირველ ფესვში რაც მოხდა იქ 64-ში ეს არის ჩვენი ამოსავალი ანუ როდის გაჩნდა ეს შიში და სირცხვილის გზნობა როდესაც თითი იქნა თორე მანამდე შანსი ქონდა ადამიანს ღმერთი მას არ ატყდება რაღაცა მრისხანებით რომ ეს რაქენი და ახლა არა სადახარო ეკითხება და ამით აძლევს საშუალებას გააცნობიეროს რა გააკეთა ანუ აქვს თუ არა სინანული ანუ შემოწმება ხდება. ამიტომ იკითხე განარიცოდა ღმერთმა სადიყო. მე რეულე ხო არ გიჭამია და ასე შემდეგ. როგორ ფიქრობ ღმერთი რა მიბრუნებული იყო იქით მხარეს და აქეთ ვერ ნახა ბავშვებმა რა გააკეთეს და ხო აბსურდია. ანუ ამით აძლევს ადამიანს ან ღმერთის მიზანი რო იყოს რაღაცა ადამიანები რა აი წესრიგი თვითმიზანი რო იყოს ყველა წესრიგი შეყოს და არავინ არაფერ არ გააკეთებს გალაქტიკები ემორჩილება კაცო და ინსტინქტებით იმართება ცხოველები აი ზღვას უთხარი აქამდე მოხვალ და იმის იქით ვერ გადახვალ საზღვრებს უდებს ყველაფერს ამყარო იჭერს ყველაფერს მაგრამ ადამიანს ამ კუთხით ვერ დაიჭერს ამაშია საქმე ვერ დაიჭერს თუ არ დაიჭერს ვერც აი არის რაღაცა ალბათ რომელიც ღმერთს არ შეუძლია რაც არ უნდა პარადოქსულად იყოს. ხო არის გამოსვლა. ეს ადამიანთა მიმართებაში ალბათ არა? ღმერთს ისეთი ქვა შექმნას, რომელიც აწევა არ შეუძლია. ნუ აი პარადოქსული ის არის, ხო თითქოს პასუხი არ არის. აი ეს ერთად დიდი ქვა, ეს არის ადამიანი. აი ესეთი გამოთქმა არის, ყველაფერი ზეცის ხელშია, გარდა ზეცისადმი შიშისა. ოღონდ შიშის რა გაგები, შიშის იმით კი არა კანკალის, მასე ძალიან ადვილია არა. ანუ გაჩნდეს ღვთისმოშიშება, ეს სიყვარული. აი ეს უკვე ძალით არ მიიღწევა. აი სხვათაშორის ებრაელები თორის მიღებას არ დღესასწაულობენ, შავუოტი რო არის კვირები, ანუ 50-ე დღეს თორის გარედან რო გრინა და ცეცხლი და რაღაცები და კანკალებდა ხალხი და ახლოს ვერ უახლოვდებენ თან. იმიტომ რომ ეს იყო ძალადობა მათზე და მთელი ებრაელების ისტორია იყო გაქცევა ამისგან, იმიტომ რომ ადამიანი ხო ღვთის ხატება თავისუფალია და შესაბამისად მისთვის ეს გარედან შეუძლებელია, იმიტომ რომ ღმერთია თვითონ. ამიტომ წერია ღმერთმა გარისკაო ერთ-ერთი მამა წერს რომ ადამიანი შექმნა. ანუ გარისკა იმ გაგებით რომ მანდ იყო არჩევანი. როგორი ქნილება შეექმნა, ხა თუ დაბალ შექმნით და მაშინ ის აგერ არის ცხოველები, ფრინველები და ყველაფერი. სხვადასხვა ადამიანები ხშირად მისტერიან ხოლმე აი ეს რომ აი ძაღლი ბევრ ადამიანს ჯობია რა ხა ჯობია იმიტომ რომ ის ბუნებით არის ასეთი თორე როგორ შეიძლება. ამაგერ ჩვენ რა შანსი გვაქვს რომ ჯინება ყოფლობით ჩვენი განვითარებით სიყვარულამდე ავმაღდეთ, ამიტომ ღმერთი გვეფრთხილდება. ძალიან ახლოს რომ მოვიდეს შეგვეშინდება და შიშით ვიქნებით ისე კეთილები ბჭყალებში ცოტა რომ დაგშორდეს თავს გავდივარ და ვამბობთ რომ მე ვარ ღმერთი და ის არ არის საერთოდ აი ამიტომ განგება დროს გვაძლევს ამიტომ არის ადამიანი არ უნდა განიკითხოთ რომ ადამიანი ის არის რომელიც ამწავთ ასავლენს თავს მას თუ არ მიესწრებს საკუთარ თავის გამოვლენის ასპარეზი დრო და სივრცე ვერ შედგება და თუ მოუჭერ ძალიან და აიძულებ რომ წყობში იყოს ძალიან მოუჭერს გაფუჭდება კი მიიღე პროდუქტს მაგრამ ეს მონაა უკვე და მონური მორჩილებით ღმერთს ეგერ ცხოველებიც ემორჩილება და galaktikებიც გარედან თუ მოუშვებ უკვე გადადის თავს და აი იმიტომ ბუნებაა მისი ადამიანის ბუნება ღმერთია თვითონ აი ამიტომ რომ გითხარი რომ ეს ებრაელებს რომ ეს
ძალადობად და იმიტომ პროცესია, ამიტომ განგება უშვებს მისი ხალხის ხანდახან თავგასულობას, რომ მე თვითონ მოვიდეს გონზე, მონანიებამდე თვითონ მივიდეს. შფოთზე უფრო, იმიტომ რომ შფოთი მე ვფიქრობ, რომ რაღაცა დაღივით გვაზის ეს შფოთი და ხელს გვიშლის ცხოვრებაში, პოლიტიკაშიც. აი შფოთიზე უფრო გაშლილად რო ვისაუბროთ, მამა გურა. წუთისოფელი ბოროტზე დგას. წუთისოფელი და ეს ბოროტი სიტყვა თაწმიდეს თარგმანი აქვს ზრუნვა. ყოველ დღეს თავისი სიბოროტე ეყოფა თაწმიდელი თარგმანი. ანუ იქ წერია ჩვეულება ზრუნვა ეყოფა. ზრუნვა უკვე ბოროტება. ანუ რა არის ზრუნვა? ვაიმე, რა ვქნა, რა ვჭამო, რა ვსვა, რა გავაკეთო, შფოთია და რატო შემოვიდა, იმიტომ რომ ზრუნვა და შფოთი ეს სინონიმებია. ანუ ზრუნვა არის შფოთი. შფოთი არის მიუნდობლობა, არ ვიცი რა ვქნა. აი ეს გაჩნდა ზუსტად ეს არის 64-ის დაკარგვა. ანუ მაშინ რა ყოფილა 64 უზრუნველობა. რა არის უზრუნველობა? დიალოგი მამასთან. უნისონში ყოფნა, ნეტარება, ეგ არის ნეტარება, როდესაც ყოფნაში ხარ. ხო და ნუ ახლა განგებად დაუშვა ეს შორი თემა მართლა დააშავეს და გამოაგდო თუ ეს შეიძლება რაღაც დონისთვის ასე ჩანს, მაგრამ ისააკასური ამბობს არის უფრო მაღალი გაგების დონე, სადაც მათ უნდა დაეტოვებინათ კიდეც, იმიტომ სამყარო ასათვისებელი იყო გარშემო 64 ხო პატარა წერტილი, აი და ეს 64-ად უნდა ქცეულიყო დედამიწა, ანუ ამ ურთიერთობით. და შემდეგ ხდება უფრო შორი გზას ირჩევს ადამი, უფრო ტკივილიანს, უფრო ხანგრძლივს, მაგრამ სამაგიეროდ უძღებიშვილივით გონს მოსვლა და მობრუნება ისევ საწყისში პასუხში, საიდანაც გადავარდით, კითხვაში აღმოჩნდით, იქნება უფრო ამაღლებული ვიდრე დაკარგვამდე იყო. ხო და ამიტომ პირველი მდგომარეობა რაც გაჩნდა, როდესაც ეს მოხდა, რომ ისინი შეეხდნენ იმას, რასაც არ უნდა შეეხებულიყო, პირველი არის გაჩნდა, რომ ადამიანს შეეშინდა, როცა ხმა ესმის ღმერთის, ის უკვე არ არის მამის ხმა. ანუ უბრალოდ იმ მამის, რომელთანაც მას შეძლო ბავშვით ლაპარაკი. უკვე შიში აქვს და იმალება ხეს ამოეფარა. შემდეგ ლეგვის ფოთოლი და უკვე ჩნდება შიში და სირცხველი. ორი გზნობა. ანუ ეს არის დამცირების და დაუცველობის გზნობა. ნუ ახლა ცუდი ის არის, რომ დაკარგა სიმშვიდე და ის, მაგრამ კარგი პერსპექტივაში ის არის, რომ ადამიანი ნელ-ნელა თანდათან გაცნობიერებით ისევ შეურიგდეს და დაბრუნდეს იმ მდგომარეობაში, რომელიც დაკარგა. ამიტომ ეს როგორ გამოიხატება ხა ამ ბიბლიურ პარადიგმაში, როგორ და ანუ იქ ხო 64 ასე არის და როგორ დაკარგეს ის გადმოცემული ასეთი ენით, რომ ღმერთმა გამოაძევა უпроსტორად თუ ადამი დარჩება აქ, მაშინ ჩვენსავით იქნება ბოროტებისა და სიკეთის მწოდნე და ჩვენსავით უკვდავით. ეს არ შეიძლება, რატომ დროზე ადრე მიიღო ადამიანმა ეს ცოდნა, ანუ ტვირთი აიღო გამრჩევლობის, რომელიც მას თუ სიცოცხლის ხესთან დარჩებოდა, გზა და ნელ-ნელა ზრდის კვალობაზე გააცნობიერებდა და ასე უსასრულოდ იქ დარჩებოდა, მაგრამ დროზე ადრე რომ მიიღო, აი ეს ისე ტვირთია გამრჩევლობა ბოროტების სიკეთ, რომელიც ზიდვა მას თავისი ხმაწვილობის გამო, ანუ გამოცდილების გამო არ შეუძლია და დააწვება ეს. და ამიტომ იქნა გაძევებული, ესე რომ ვთქვათ, რომ მან უკვე ზრდით მიაღწიოს უკვე სხვა ბატალიებით. ამიტომ იქ წერია, რომ ქერუბიმი დააყენა მოტყინარი מחვილით 64-ის კართან. ნუ ახლა ეს ხო სიმბოლური ენა, ყველა მიხვდება, ხო? ფიზიკურად უნდა გაიგოს 64 კარი ქერუბიმი მოტრიალე מחვილით, მოტყინარისი მოტრიალე מחვილი. რა מחვილი? სად არის ეს מחვილი? ანუ შფოთი და შიში არის ტრია და სატრიალებს ეს ჩვენს გარეთ მართლა თუ ჩვენც შიგნით, ანუ შიშმა და სირცხვილმა შექმნა ტერორი ჩვენში უკვე. ანუ ის სიმშვიდე და სიწყნარი, რომელიც გქონდა, დავკარგე და შევშფოთდი, რომ შევშფოთდი, აი შეშფოთება არის ზუსტად ეს ორი გაგება აქვს ამას მახვით. ეს არის დრო და სივრცეში აღმოჩნდი, 64-ში დრო და სივრცე არ იყო, დროის მიღმა მდგომარეობა იყო, რომ დრო არ ზომავდა. ეს არის ყოფნა, სისავსე. რომ გამოვარდი უკვე მატერიაში და ეს აღძრულობა შიში, შფოთი, რომ ტრიალებს, ეს არის ჩემი ტვინი და ჩემი ცნობიერება, რომელიც სანამ ტრიალებს და სანამ შფოთავ, მე 64-ს ვერ ვიხილა. აი როგორც უთხრა ხოლმე
მაშინ წერია წინასწარ მეტყველებაში ადამიანი ჩემს სახეს ვერ იხილავს. რატო? ანუ ადამიანის მოდგმა, იმიტომ რომ ის სანამ შიში არის და სანამ შპოთია, ეს შპოთი და ეს შიში გაშორებს უშფოთელი მდგომარეობისგან. სხვათა შორის აი გამოთქმა რომ გვაქვს ჩვენ ისა უზრუნველი ბავშვობა მქონდაო. უზრუნველი ბავშვობა რას ნიშნავს? ზრუნვა სადაც არ არის. რატო არ არის ზრუნვა? დედა მყავს, მამა მყავს. ამიტომ მე არ ფიქრობ რა ბჭავნა რა ვსვა. და ამიტომ ყველაფერი კმაყოფილი ვარ. და ახლა როგორ დავკარგეთ უზრუნველობა ადამიანი რომ შემოდის აი კერკეგორსა აქვს მე მგონი თვითონ გახდა თავის მამა ტვინით ღმერთს მოშორდა და უკვე თავისი ტვინით მას უმძიმს უკვე ზრუნვა შემოდის სიმძიმე შემოდის შფოთი შემოდის და ტყდება ამის ტვირთის ქვეშ ვერ უძლებს ამ ტვირთს და სულ მისი ბრძოლა არის მას ახსოვს იმიტომ მისი ბუნებრივი მდგომარეობა აი როგორც რაღაცა ბურთულა რომ დააგო ან წყალი რომ დააქანო მისი ბუნებრივი მდგომარეობა არის გაჩერება. მაგრამ სანამ ამ წერტილს მიაღწევს ის მიედმოედება ყველაფერს ეხეთქება და ბოლოს ეს ნულოვან აი 64 ოქროს კვეთი ენერგიის მინიმუმი. აი მე 7 დღეს ღმერთი რომ დაცხერა, დამშვიდა, დაასრულა 6 დღის ქმნადობა, სისრული არის უკვე ნულა უკვე ვარ, ყოფნა. ხო და ეს რომ დააგურო ადამიანს ახსოვს ეს მდგომარეობა. ყველა ადამიანს ახსოვს ეს და ამიტომ ყველა მისი მოქმედების მიზანი არის რომ მივიდეს ამ ნულოვან მდგომარეობა დაცხრომამდე. ყველა ფულს აგროვებს თუ ცოლი მოყავს თუ სხვა ქვეყანაში მიდის თუ სპორტულ კარიერას ახსენებს, მიზანი რა არის? აი ამებს მივაღწევ და უზრუნველი ვიქნები. უზრუნველობა მას ახსოვს, მაგრამ ამ ფორმით უნდა და სინამდვილეში პირიქით, როცა იბრძვის უზრუნველობისთვის, ზრუნვას უმატებს. იმიტომ რომ ერთ მდგომარეობას რომ მიაღწევს, იქვე დაიწყებს მეორე მდგომარეობას, აი როგორც დათათათაში წერია 1 მილიონი დააგროვა და მეორეზე მუშაობს კაიხანიო. ის მილიონი არ ყოფოდა, ის მილიონი დამთავრდა ახლა. ამას ადარებენ კიდე ხანას რაღაცა. რატო არის ექიმი გიგზავნოს არ მოიფხანო ის ადგილი? რატო? და გემრიელია როგორ გინდა და როგორც კი აი ეს მოიფხანი იმ წუთას უკვე ორჯერ მეტი ფხანა კიდე მე განგრენაში გადადი. აი ეს არის ცდელობა, რომ ჩემი ის ბუნებრივი მდგომარეობა სულს რო ახსოვს და ვიკმაყოფილო მატერიაში რაღაცების შეძენი. და ამით ვითომ გონია რომ უზრუნველი ვიქნები, ახლა ამ სახს თუ იმ სახს მიუდგამ, ამ მანქანას თუ შევცვლი მეორე მანქანით, ამ სამსახურს კიდე მეორე მანქანით კიდე დავამატებ რაღაცა კიდე დავაგებ და მე უზრუნველად ვიცხოვრებ. არ და უკვე შეცდომაა ძირშივე. უზრუნველობა არსებულია, მისთვის არ იბძვია. ეს არის ჩემი სული მდგომარეობა, ამაზე დგას სამყარო, შეკრულია. ოღონდ აქ საკითხია რომ ჯერა თუ არა ადამიანი. ამიტომ ჩვენ თუ პარადიგმა თუ არ მივიღეთ ეს, რომ უზრუნველობა ჩვენი კონსტიტუციური მდგომარეობაა, 64 შვილები ვართ. ეს თუ წმენით არ მივიღეთ, ამაზე არ გადავეწყვეთ და თუ მოვწყდით ამას და მატერიაში აღმოჩნდებით და ადამიანს ეუბნები შენ უნდა მიაღწიო წარმატებას, შენ მარტო ხარ ქაოშეში, უნდა შექმნა შენი უზრუნველი მომავალი. რით? კარგი სწავლით, კარგი სამსახურით, კარგი სახლით, და უკვე მექანიკური შეცდომა ხა. ამერიკის კონსტიტუციაში წერია ადამიანს აქვს უფლება იბრძოლოს ბედნიერებისთვის. უკვე შეცდომაა. რისთვის ბედნიერ ეს შენი სულიერი მდგომარეობა არის ნეტარება. ახლა ნეტარება ეს მაკარიოს ბერძნული სიტყვა არის, ეს უბრალოდ ბედნიერება კი არ არის. ეს არის უხეშათოდ ისეთი მრჩობლი ბედნიერება, ანუ სრული, რომელიც ბუნება და თვისი აი როგორც წყალს სისველი აქვს, თუ წყალის სველია, რომელიც სწორი ფორმა. არ ვიცი. წყალი ხო სველია წყალი. სისველი წყალი შეიძლება სისველის გარშემო. ადამიანს კი არ აქვს, კი არ უნდა იბრძოლოს, ის ნეტარია ბუნებით, როგორც წყალი არის სველი, ცეცხლი არის ცხელი. ადამიანის სული ნეტარით ეს მისი ბუნებრივი მდგომარეობა, იქიდან მოდი. ახლა სხვა საკითხია, რომელი კულტურა, რომელი ადამიანი რას იღებს ათვლის წერტილად. ჩვენ იქამდე მივედით მატერიალურ სამყაროში, ეს ათვლის წერტილად უკვე არ მივიღეთ. უკვე ვთქვით, რომ უკვე შექმნით ევოლუციის თეორია. ანუ მილიარდობით წლის მანძილზე რაღაცა ნაწილაკების გროვა ქმნის კომბინაციას, რომელსაც ქვია ეს ცხოვრება და ესეც გადავა მილიონობით წლის მერე. შესაბამისად არანაირი ღირებულება არ არის. ერთადერთი გვჭირდება ყველაფერი იმისთვის, რომ სანამ ვართ რაღაცა არ დავხოცოთ ერთმანეთს, გავიხანგრძლივოთ, თორე ამას მე ერთი თვითონ წაიშლება რაღაცა რომ ქვიშაზე რომ რაღაცა დარჩეს, რაღაცა ხო შეიძლება რაღაცა ფორმა მიიღოს დროებით და მე ის ფორმას გადავა, ნუ ხა ნეტარ არიან მორწმუნენი, ხო ვიღაცები აწყობთ ალბათ, არ ვიცი. მაგრამ მე არ მესმის რატო შეიძლება აწყობდეს ადამიანს, რომ მატლები შეჭამ საბოლოოდ, აი ეს ამბოხი, აი სხვა ხსნამას არ აქვს.
და განგება უშვებს ამდენ ომებს, როგორც შედეგ ჩვენი არასწორი მიდგომი, სანამ ამას არ მივხვდებით და სანამ ვეცდებით, რომ ომები გამოასწოროთ, ამც უფრო მეტად იბრძვია მშვიდობისთვის, ჯანმრთელობისთვის, მით უფრო იზრდება წამლები და ომები და იარაღები. ანუ თვითონ ეს უკვე შეცდომაა ბრძოლა. ანუ შენ ქვინი თვითონ ამას შენი განდგომილები, შენი twinით ამ სისტემას, მე შენვე გინდა აქ წესრიგი შეიძლება, აქ დროებით წესრიგი შეიძლება, მაგრამ თავარია მას ფესხარ მოწყვეტილი ამ იმ წერტილს, რომელსაც ქვია უზრუნველობა, როგორც არსებული, რომელზე აი ქრისტე რატომ მოდის. რომ ქრისტე უკვე 60-ის გახსენებაა, 60-ის ვაშლები და მსხლები კი არ არის, რომელზე ერახ შეეძებენ. ქრისტე აი ერთ პატარა ეს კარგი ნიმუში შეიძლება რომ მოდის მე ვარ ტყვეობაში წუთისოფალში მაგრამ მე 60 ხო მახსოვს მაგრამ დამავიწყდა გადაგვარებული ვარ მე ვგავარ იმ უფლისულს რომელიც მოიტაცეს ბავშვობაში ან როგორც ქეთო რომ მოიტაცეს გასულ 3 წლის ქეთო იაკობ გოგებაშვილს და შემდეგ მას ავიწყდება უკვე თავის სახლი ვაშლოვანი ეგეც ალუზია სხვათა შორის გოგებაშვილის რომ ვაშლოვანი რატო ქვია ქეთოსოფალში ნუ ხო გასაგები 3 წელსა მოიტაცეს და სიშნავს 3 წელზე ბავშვს ეგო უჩდება უკვე მანამდე ის იქ არის აი ამიტომ ეს არის 60 და ლეკები რა სიშევ წაილეკა ხსო უნდა დაუშვა და ლეკები წუთისოფლის ტყვეა სახლი არ ახსოვს უკვე და შესაბამისად ეს რომ მოწყვეტა მოხდა ამის ახლა ქრისტე მოდის როგორც შენი ბავშვობის სურათი აი წარმოიდგინე ახლა უფლისწული იყავი ან პრინცესა იყავი უკვე უცხო ქვეყანაში ხარ კი ჭამ კი სვამ კარგად მაგრამ შენი ის დაგავიწყდა უკვე იქამდე მიხვედი რომ ან შეიძლება გახსოვს ის მაგრამ რეალობაში ხარ სხვაგან ტყვედ და ამდენ მამაშენ გეძებს მიგატოვებს და მოგწვდნენ და ფოტოს გაჩვენებენ შენი უფლისწულობის ფოტოს შენი პრინცესა აი ვინ იყავი შენ ანუ ქრისტე ის სახეა შენი დაუმახინჯებელი როგორიც იყავი შენ და როგორიც უნდა ყოფილიყავი შენ და ორი ვარიანტი გახა ან გაიხსენებ ამას და მიყვები და ყველაფერს წართვევ თავს რაც ამისგან გაშორებს მამულისკენ სამშობლოსკენ წასვლაში ანუ იმ გაცნობიერებისკენ რომელიც ქრისტეში მოგეცა რომ გაიხსენო და ეს არის ჯვარი რომ წახვიდე ამ გზაზე რომ დაბრუნდე მამასთან ან იტყვი რომ ეს იმდენად შორს არის და იმდენად მიუწვდომელი ჩემთვის მე ამის ღირსი არა ვარ და ჩემი ცხოვრება ეს არის საბედისო უკვე მონახარ მასში რომელმაც თლიანად დაივიწყა თავისი წარმომავლობა ამიტომ თუ ტყვე ხარ შენ მაშინ ქრისტეს გაგახსენებს იმას და დაიწყებ დაბრუნებას იქ საიდანაც მოგიტაცეს ესე რომ თქვა. დიახ, მაგრამ კი სამწუხაროდ კიდევ რეკლამის გამომცემი ხით უნდა შემწყდოთ გადაცემა, დაგველოდო ჩვენ მალე დაუბრუნდებით. ეთერში ბრუნდებით, განვაგრძობთ ჩვენს გადაცემას, მამა გურამ 82-ასთან ერთად და მამა გურამ აი მონანიება. მონანიება არის გზა განღრთობისკენ და მონანიება არის ის, რაც ჩამორებს ხავს ყველა ჩვენს ცოდვას, რომელიც ჩაგვიდენია, გვახსოვს, არ გვახსოვს, გვეგონა ცოდვა, არ გვეგონა ცოდვა და ძალიან რთული გასააზრდო, ნუ ჩემგან ვილაპარაკებ, შეიძლება სხვებს უადვილდებათ, ეს არ ვიცი. აი მონანიება რა არის? ბოდიში მოიხადო, მიხვდე ცუდად მოიქეცი, ერთხელ ცუდად მოიქეცი, ბოდიში მოიხადე, აი განიცადე, მერე იმავენაირად მოიქეცი, ისეთივე საქციელი ჩაიდინე, შემდეგ აი მონანიება, როგორ უნდა მივხვდე, ან როგორ უნდა მივიდე ამ მდგომარეობიდან. ხანდახან მგონია, რომ ღვთის შეწევნის გარეშე, აი მადლის გარეშე თუ არ შემოვიდა ეს მადლი ჩემ გულში, სადაც მონანიებაც კი არ შემიძლია. მესმის ხო აი მადლობ ვილაპარაკეთ რომ ის მოტყინარე მახვილი და შემდეგ კაენი და აბელი ჩდება და კაენი კლავს აბელს ეს ორი უკიდურესი გზა არის აბელი არის აվել ეს ებრაულად ნიშნავს ბუმბული ჰაერი სიფსუბუქე ანუ ძალიან ზეციერი იყო ძალიან და არ შეიძლება მიწაზე ზუსტად კაენი კიდე ძალიან მიწიერი და აი აქ კაენი როცა კლავს აბელს წერია რომ კაენი დაემკვიდრა ნოდის ქვეყანაში ამიტომ არის ბიბლია ჩვენ როცა გვესმის როგორც ისტორია რაღაცა ფაქტების რაღაცა მოვლენა ვერაფერს ვერ გავიგებ თუ არის ეს ნოდი რა არის კაენი სიტყვა რა არის ანუ დაემკვიდრა ან ქვეყანა რა არის ეს ყველაფერი შინაგან აქედან ერთ სიტყვა რო ავიღოთ ბევრ რამას გვეტყვის ნოდი აი ზურაბ კიგნაძეს აქეს თარგმნილი ნოდი ებრაულიდან სიტყვა ნიშნავს აი შფოთი საესავი შფოთის ქვეყანა არის მდგომარეობა უკვე რაცონ ებრაულად ეს არის შინაგანი ერეც ისრაელ რო იტყვია ხოლმე ანუ ქვეყანა არის მდგომარეობა განცდა შფოთის მდგომარეობაში ეს არის კაენობა
სადაც საყდენი არის, სადაც შიშია დაძაბულობა და ეს შიში აიძულებს კაინს შექმნას ქალაქი. შემოღობოს, ანუ იცავს თავს. მერე უკვე მუსიკალური იარაღები ჭედენ თუბალი და ესენი და ჭედენ საომარი იარაღებს და მერე გასართობ ინსტრუმენტებს რომ რატო ერთი მხრივ შიში თავი დავიცა მეორე მხრივ ის რაც მახსოვს 64-ის ნეტარება მისი განცდა ენით აუწერელი რაღაცით გავიქარო ინსტრუმენტებით რაღაცეებით იმეთ მუსიკალური იარაღებით იმერი და ეს თუმცა ებრაელებს ჰქონდათ უკეთესი შემდეგ ყოველთვის იყო ეს ხსოვნა ეს არის შაბათი ანუ მე-7 დღე ანუ ეს არის 64 ფაქტიურად ანუ 64-ის განცდა მოაქვს 64-ის ქრისტე უკვე ჩვენი შაბათია ანუ არ ახსოვნა უბრალოდ ისტორია რა მოხდა ეს არაფერს არ გაძლევს ისტორია ჩვენმა ტვინმა შექმნა თორე 64 მოუკლებლად არის აქ ოღონდ ზაფივით მოდის და ქრისტე გაცხადდა როგორც შენი გახსენება ხო გიტყვი როგორც გემო სურნელი ფერი განცდა აბსოლუტურად იმ მდგომარეობის რომელიც დავკარგე ჩვენ და რომელსაც ამაოდ ველოდით წუთის სოფელში და ვეძებდით უძღებიშვილივით გადავქეკეთ ყველაფერი და მონანიება უკვე ძალიან საინტერესო ის არის ეგ ანუ მონანიება ეს არ არის ემოცია ან რაღაცა ისე ცერემლების ღრავა იმე ბუზი მოუკალი და წყალი გადამსდა პირველის 5 წუთზე წყალი გადამსდა მამა გურამ და მაზიარე აი სად დავაკნინეთ ეს აღსარებები რეებ ჩამონათვალები ეს ერთი ქალი ობობას ქსელისგან ასუფთავებდა ოთახს და თან ლოცულობდა ღმერთო როგორც ამ ქსელისგან ასუფთავებდა ოთახს ისე გაწმიდე ჩემი გული წოდების გამო და ესე უბობა ისევ ქსოვდა და ისევ ასუფთავებდა ეს კალი ისევ ლოცულობდა ბოლოს ხმა გაიგო ღმერთის ხმა რო ქალო ის უბობა მოაშორე და დამასვენე მეც და შენ დაისვენ არ უბობას არ ვეხები და ვთამაშობთ კეკლუცობთ ეგრე ახსარობანია ეს თამაში ესე იგი მე რაღაცებს ვიზამ მამა ოლარ დამადებს ისევ გავაკეთებ ის უკვე მოვირგეთ ეს უკვე ჩვეულებრივი მდგომარეობა ჩვეყო ცოდვილები არა და მაშინ სახარება გეუბნება განა ქრისტე თუ ისევ ცოდვებში ცხოვრობ ქრისტე მსახურია, მაშინ არ ყოფილა საშველი. ხო, შესაბამისად მონანიება ეს ის კი არ არის რომ მუდმივად ერთა იგივე ვაკეთო და მე ერთა იგივე ისევ გავაგავისა რაღაცა მოვინანიო ბჭყალებში. მონანიება ებრაულად ჩუვა ბერძნულად მეტანოია მას იონე მახარობელი იონე ლათლისებელი უდაბნოში ხმამ ყაღადებისა უდაბნოში რატო უდაბნოში ეს უდაბნო მოსევრო გაიყვანა უდაბნოში ხა უდაბნორი ადგილი სადაც ხმა გესმის გავიყვან მათ უდაბნოში და იქ დაველაპარაკები აბაკუმი წერს უდაბნო დაბარ მედაბარ იგივეა რაც სიტყვა ხმა გესმის იქ და ეს ხმა შემდეგ შენ გახსენებს ზედმეტს იქ მიდ აი სამი სიტყვის შეერთება სასაულია ეს ამიტომ არის ამას ყველაფერი შეიძლება ანუ წონა ზომა ანუ ამით ჩამოგეშლება ყველაფერი ამ ხმისგან გაიაზრებ რა ზედმეტია შენში და ბარ უკვე ბოლოს თვითონ ისევ ძე უკვე ძე ხდები ესე იგი ესმის ამიტომ ეს მონანიება ეს ჩუვა ებრაულად ნიშნავს პასუხში დაბრუნება ქართულად გონს მოსვლა გონს მოდი გონი რა არის ქართულად გახსენება ვიგონებ მოგონება და რა დააგავიწყდა მდგომარეობა 64 შენ დგახარ 64-ზე ისე უყონ დაახვავე ტვინით რაღაცეები ამიტომ მონანიება ჩამოშალო ყველაფერი რა ტვინით შექმენი როგორც პავლე ამბობს ნაგავია ყველაფერი რაც შევიძინეო ჩამოთვლის თავის ყველა უპირატესობებს და პავლე ამბობს მე ვერ მაჯობებ თქვენ ვერც ინტელექტუალობაში ვერც ცოდნაში ვერავინ ყველაზე პირველი ვარო ყველაფერში ჩამოთვლის თავის პირველობებს მაგრამ რაც შეფთვის უპირატესობა იყო ნაგავად მიმიჩნევია რათა ქრისტე შევიძინო და ვინ არის ქრისტე ჩემი უშფოთველი მდგომარეობა ზრუნვა კაცი როგორიც უნდა ვიყო მე და ეს იმიტომ კი არა სულ ასე ვიყო არამედ ყველაფერი მოვიშორო რაც მაშორებს მისგან აი რა გზა არის ამიტომ როგორც გზა იყო ამარტი ანუ ცოდვა პროცესი იყო ნელ-ნელა სად ვიყავი და როგორ დაგრგეო ვენახადო საუკეთესო ვენახა როგორ გადაჯიშდი უცხო ხილად და ისრაელის მე და საიდან სად ვინ იყავი და ვინ გახდიო გესმის ანუ
თუკი ცოდვა იყო აი ამ ღვთაებრივი მდგომარეობიდან, ნეტარების მდგომარეობიდან დეგრადირება იქამდე უძღების შვილებით, რომელიც ღორის საჭმელი ნატრება, განაკაცობრიობა ასე არ არის და ჩვენ დავაკვირდეთ ჩვენ თავს სადავართ რამდენ ნივთიერი რაღაცებით ვიკმაყოფილებთ რკოებით, ან ღორი ეს არის მდგომარეობა, შეურაცხყოფელი სიტყვა კი არის, ყველაფერი სიმბოლოა. ანუ მატერიალისტი, რომელიც ვერ რასდროს ვერ გაძღები, შანსი არ არის. ახლა როგორც ცეცხლის გაძღომა რო ეცადო შეშით, რომ რაც უფრო მეტ შეშას ჩააგდებ, ცეცხლი უფრო ძლიერდება. ხო და ამ მდგომარეობაში რო გადავედით, რომ გაუმაძღურებაში აქ მონანიება არის, როგორც ეს დაცემა გრძელდებოდა, ივანე ნათლისმცემელი უდაბნოში უკვე დადგა ჟამი, უკვე მოვიდა ის ჭეშმარიტი, ანუ შეჩერება პირველი, გონსმოსვლა. ანუ და შემდეგ უკუსვლა უკვე, უკან რაც მოგეწება, ყველაფრის ჩამოშორება და 64 უკვე შედეგი უკვე გვაქვს აქვე ჩვენ წიაღში. ესე იგი რა ყოფილა 64 და წუთსოფელი და საიქიო და სააქაო, ეს არ არის დრო და სივრცეში ღმერთმა გაახია ეს ორმაგობის ფარდა, ქრისტე შემოვიდა აქ ჩვენს ყოფის წუთის სოფელში და მისი რწმენით ეს მდგომარეობა ურთიერთობა და ბადეა წუთის სოფელი, რომელიც 64-ს აპკივით ააკრავს ზევით და მისი განცდა უკვე დაგვეკარგა. ამიტომ ქრისტე მოდის მონანიებით, ანუ ყველაფრის ჩამოშორებით, რამაც ის განცდა დაგაკარგვინა შინაგანი, ისევ ჩავარდე იმ მდგომარეობაში, რომელიც დაკარგა. ანუ აი ესეთი ის აქვს ერიხ ფრომს ისეთ ნაშრომი იმეთი ბით აი რუსულად ან ქონა და ყოფნა ქრისტე გაჩვენებს გზას ქონებიდან აი რო შეგეშინდა და უკვე დაგროვება დაიწყე მატერიაში დაიწყე ბრძოლა ეს განგებამ დაუშვა დროებით გადახვიდე ყოფნაში ანუ ვარ უკვე თვითკმარი ხარ, უკვე ნეტარება ეს არის, გონსმოსვლა ეგ არის, გონსმოდი, ანუ დაბრუნდი საკუთარ თავთან, აი მონანიება ზუსტად ამას ნიშნავს, ხოთაშორი. ხოთაშორის ეს იავნანამ რაქნა, იქ ნან ფუძეში. ანუ იმ იავნანებს ხმამ გაათავისუფლა, ქეთოს გაახსენდა. მონანიება გახსენება გზა გახსენების ჩვენ ბურანში ვარ ჩვენ წუთისოფელი ეს არის ჩვენი უგუნური მდგომარეობა გადა ვერ მოვდივართ გონზე და ქართველების გზა სწორედ ეგ არის და ჩვენი სამყაროსი რომ პირველი რომ შევჩერდეთ რომ ასე ცხოვრება არ შეიძლება როგორც მივდივართ შემდეგ ჩამოიშლება ის ყველაფერი რაც ჩვენ უგუნურებით შევქმერით ჩემ ცხოვრებაში პირად ცხოვრებაში ხო რაც დარჩება უზრუნველობა ის იქ მელოდება ის შესაქმნელი არ არის მე ხო ქრისტეთი მონათლულიც ვარ სულიწმიდით მონათლულით ქართველები ყველანი მაგრამ ცხოვრებით წესით არ ცხოვრობთ მაშინ რა არის ნამდვილი მონანიება რომ დაბრუნდე იქ ნათლობა რაც მოხდა ის გაიხსენო ნათელში დაბრუნდე ისევ საიდანაც გადაცდი და ეს არის საქართველოს გაბრწყინება და არა რაღაცა გარედან მიწების დაპყრობა. არ ვიცი. და ხოლმე მე ეს ტერიტორიები საკუთარ თავი გაქვს დაკარგული და ეს სანამ ჩვენ არ მივალ საკუთარ ფესვებს არ დაუბრუნდებით, სადაც გადავცით და რის გამოც ეს ცხოვრება გვაქვს დღეს მანამდე ჩვენ გაგვიჭირდება და ალბათ ამაშია გადარჩენა. ჩვენი ძალა ჩვენ შიგნით არის ისევ ანთეოზივით. ჩვენი წინაპრები რომ მოდიოდნენ პირველი საუკუნიდან ქმნიდნენ, იბრძოდნენ, ეწამებოდნენ, აგროვებდნენ, ამ ცხოვრების წესდენლელა ნელელა მოდიოდნენ, ეს რისკენ, ეს უნდა დავასრულოთ ეს გზა, საბოლოოდ რომ მოგშორდეს ის ყველაფერი, რაც საუკუნოვანი ჩენჩო და ნაგროვებია, აი როგორც ებრაელებს დაემართათ. მათი ჭეშმარიტი მესია მოვიდა, ხორისთვისაც ის მხოლოდ ტაძარი იყო, იმ ხელა მსახურები ყველაფერი ემისთვის იყო, ამდენ მოდის ის და უკვე ქრისტე არის მამხილებელი, ანუ ტესტ ერთგვარი დაშორება, რა დონეზე ხარ გადამცდარი, ეს არის საზომი. რა დონეზე იყო გადაცდომა ტაძარიც, მსახურებების, წიგნობრობაც, ფარისევლების ტრადიციაც და სისტემა ვერცნობს ქრისტეს, რომლისთვისაც ყველაფერი ეს იყო. და აი ამ ქრისტეში თურმე ასეთი ყოფილა, თურმე ეს შიგნით იყო ტაძარი და მე ხომ ამბობ ქრისტე ამბობ თქვენ ხართ მეთქი ტაძარები. თურმე ეს ყველაფერი ცოდვის და დაგირადერების შედეგი იყო მსახურებები, თორე ადამიანს ეს არ ჭირდება და ქრისტე გაჩვენებს რომ შიგნით მე და მამა ერთი ვარ პირდაპირ ვეკითხები. ეს ამხელა გაბედვა და ახლა რატო თქვა ეს ქრისტე? რა არის? ეს არის ვექტორი და ნიშანი ჩვენთვის. თუ ჩვენც გავბედოთ მე და ქრისტე ერთად ქრისტე შიგნით ვყავ. ქრისტე წესია ჩემი. ქრისტე ის ბუნებრივი მდგომარეობა, რომელიც მე დავკარგე 64-ში და აღვიდგენ და უკვე მეც ქრისტე ვხდები.
აირისთვის მოვიდა ქრისტე. ქრისტე იმიტომ კი არ მოვიდა, მე მიმდევრები ყავდეს, მას მიმდევრები არ ჭირდება, რომ თავისი არსი განარცოს, სხვაში აჩუქოს თავისი არსი, გული, რაც ჩვენ დავკარგეთ, მე როგორც მარცვალი, როგორც წმენის მარცვალი. ამიტომ აი გუშინ, ახლა რომ მიულოცეთ ჩვენს ქართველებს ღვთისმშობლობა, მაქსიმე აღსარებლების სიტყვებს გეტყვით, რომ როგორც მარიამმა სულიწმიდის ძალით და წმენით მიიღო ძალა, რომ ეშვა ძე ღვთისა, ხო? შემოდის მაცხოვარებაში არა მამაკაცობრივი ნებით, არა სისხლით და ხორცით, არამედ დათანხმებით, ნებით, ამაღდა ბუნებაზე. ასევეო ჩვენცო თუ წმენით მივიღებთ ქრისტესო, ჩვენც მარიამივით იგივე სულით ვიღებთ წმენით ქრისტეს მაცხოვარს, რომ გამოვზარდოთ ჩვენგან და ქრისტედ ვიქცეთ მამაკაცად, აი ძეკაცის. ეს იყო მიზანი მაცხოვრის მოსვლა და არა მიმდევრების ყოლა, არა ტაძრების აშენება. ტაძარი ჩვენ ვართ, სულიწმიდი ტაძარი. ის ვინც ქრისტეს შემოსილთა ერთობა. ყველა ქრისტეები ვართო. ეს უნდა გავბედო ჩვენ, ეს არის დიოფიზიტობა, ეს არის ჭეშმარიტი კაცის ჭეშმარიტი ღმერთი, არა დოგმატის განმეორება და დაცვა უბრალოდ, არამედ გადაქცევა ამის სითამამე და კადინიერება გვჭირდება, რომ ეს იმიტომ მოხდა, რომ ჩემში განკაცის და მე უნდა ვთქვა, რომ მე და ქრისტე ერთი ვარ. ეს კადინიერებაა და არა ამპარტავნება. ეს ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა, ეს გვევალება, როგორც ბასილი დიდი ამბობს, ნაბრძანებია ადამიანს ღმერთი გახდეს. ჩვენ ეს გვგუნავს ღმერთის სიტყვა რა დაცემულობის გამო. იმდენად გავაიგივეთ თავის ჩემს ხორცთან, სხეულთან, როდესაც მე ეს სიტყვები მესმის, მე მგონია რომ ვიღაცა სხვას ეხება, ან ძალიან დიდი დროის მერე მოხდება. ნუ მაშინ შენ ბავშვი ხარ თუ ასე ფიქრობ, მაგრამ თუ მართლა გაიგებ, შენ ბუნებით ხარ ღმერთი, ღვთის ხატება ხარ. ქრისტეში კიდე მადლით ღმერთი გამოსყიდული ხარ. შესაბამისად შენ გეკუთვნის ეს შენი ბუნებრივი მდგომარეობა, ამისკენ რომ ეს შენი სისრულეა და ყველაფერი სისრულისგან ისწრაფის ამ ქვეყანაში, რაღაც ჩვენ ვარ დაუსრულებელი. ქრისტე როგორც კაცი ჩემი სისრულეა, მე მაჩვენა იმან, აი ვინ უნდა იყოს შენ ქრისტეში და არა ის რომ მე მუდმივად ქრისტე გავიხადო რაღაცა ისეთ იდეალად, რომელსაც ვერაზვინ და ვერაზვინს ვერაფერი ვერ მიწუდება. პირიქით მთელი ქრისტეს მოძღვრება არის ისე გადმოცემული, რომ გითითებს, კი არა, ლამის გეკაჩება, აი განჯღერებს, გაიღვიძე, ილია თქვენი სანაკაცი იყო, ჩემზე მეც საქმეებს გააკეთებთო. მე და ღმერთი ერთი ვართ, მამა, როგორც მე და თქვენ ვართ ერთი, სულ ამ ერთობაზე ლაპარაკობ. უფრო მეტიც მივდივარ ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთანო. ჩემს მამასთან და თქვენს მამასთან, უთხარ ჩემ ძმებსო. ამიტომ როგორც კაცი ის აქ ის ფაქტობრივად პირშოა მრავალ ძმათა შორის შენც ისეთი გახდე. იმიტომ რომ თავისი გული, თავისი წმენით შემოდის, აი მაქსიმე აღსარებლი ამბობ, ადამიანი რომელიც ცხოვრობს ქრისტეს სულიწმიდითო, რომელიც მან გულში მიიღო, ის თავის ცხოვრებით არისო სხვა ქრისტეო, აგრძელებსო გასხეულების საიდუმლოსო და პროცესო თავის თავში. ის მაშინ რა გამოდის, ეს ერთჯერადი ისტორიული აქტი კი არ ყოფილა მხოლოდ რაც ქრისტეში და ღვთისმშობელში მოხდა, ეს დაიწყო და გრძელდება ბოლომდე ჩვენში აგრძელებს. ხოლო მაშინ რა გამოდის, ქრისტეს მოსვლა საიდან არის? ციდან მართლა და ჰაერიდან თუ რაღაციდან მოსვლა არის ქართულად მომწიფება. ის რაც წმენით მივიღე მე, როგორც მაქსიმე აღსარებლი ამბობს, იგივე სული მივიღე ჩვენ როგორც ღვთისმშობელმა წმენით, ასე ამბობს იოანე მახარებელის, ჩვენო ხელახლა ვიშვით არა ხორციელი ნებისგანო, არა სისხლის ნებითო მამაკაცურით, არამედ სულიწმიდისგანო. შესაბამისად ის ხორცის ხამ ჩვენგან ნელ-ნელა განხდება და დასრულება ხდება და ქრისტეს მოსვლას ველოდებით პირველი დღიდან მომწიფებას ველოდებით, რაც წმენი დაინერგა ჩვენში ჭირნახულად მოწევა იმის. აი ეს უბრალოდ არის პირველი მოსვლა, უпроსორად ის ჟამი, როცა სიხარულია, რომ ეს შემოვიდა რწმენა, რომ აქამდე არ იყო სიცოცხლე გაცხადდა, ვიხილეთ ჩვენ, იოანე ამბობს, დავინახეთ, ხელით შევხეთ, ახლა უკვე გულში მივიღეთ წმენით და იმის გამოზრდა ხდება სიყვარულამდე. აი მეორე მოსვლა არის წმენის სიყვარულად ქცევა. წმენა, იმედი, სიყვარული, ეს სამი კონდიცია. წმენა ითესება როგორც მარცვალი, რომელში დევს სიყვარულადან სრულკაცად ქცევის პოტენცია. ხოლო მე ვარ მატერია. მე გლახრა ვარ მიწაცუდი თავით შემით რამცავქენი ითესება ჩემში და ხორცის ხამ სიყვარული ეს უნდა გამებდეს, ეს არის ჩვენი კადნიერება, ამას უნდა ველოდეთ ჩვენ, ეს არის ქრისტეს მოსვლა, რომელსაც გარეგნულად კი არ ველოდებით, გარედან რაღაცაა ჩვენ მაგრები ვართ, ღვთისმშობლის ქვეყანა ვარ და მოვა. საიდან მოვა?
თუ შენ თვითონ შენი თავი არ მიეცი, ამაზე შენში თუ არ მოხდება გარედან, აი ეგ არის ყველა დიდი შეცდომა. რომ პასიურად ველოდები. უფრო მეცაც გეტყვით, აი პეტრე მოციქულის სიტყვები, სადაც წერია, რომ უფლის მოსვლას მომლოდინენო და მომსრაფნებო, ერთ-ერთ თარგმანში წერია არა ის, რომ ჩვენ უფლის მოსვლას მომლოდინენი უბრალოდ ელოდით გარედან. ანუ უფლის მოსვლას მომლოდინო და დამაჩქარებლებო. ამიტომ არის მას ხოს ვეკითხები, როდის მოხვალდო, არასორი კითხვა, ეს ადამიანური კითხვა. ქრისტე უკვე მოვიდა, უკვე აქ არის, ახლა დრო უნდა ამის მიხვედრას, რაც მოხდა ქრისტეში, ამისთვის დრო არის საჭირო. ამიტომ არ ამბობს ის როდის, არ ვიცი. შენ როცა მიხვდები და როცა მომწიფდება, მაშინ არის მოსვლა უკვე. ის ჩვენში უკვე შემოვიდა. ან სრულ კაცად აღიარა, გონს მოსვლა. და ეს არის სწორედ სასუფეველი მიწაზე, ეს არის 1000-იანი სამეფო, რომელიც ნაბუქადანეცარი ეგერ დანიელის წინასწარმეტყველებაშიც რომ ადამიან ხელის კვრის გარეშე ქვა რომ გადმოვარდა მთიდან და ყველა სისტემა დაამხო არსებული პოლიტიკური სისტემები თუ რაც არის არსებობს ეს დროებითია და რომ ველოდები ჩვენ ქრისტეს სასუფეველს ეს არის სწორედ იმ კაცის სასუფეველი კაცი რომელიც გონს მოვა და დაბრუნდება თავის მამასთან სრული გონს მოსვლით. არის შესაბამისად არსებული სისტემები მანამდე იქნება სანამ ჩვენი უგუნურება ყვებავს მას. ის თალკე ჩვენ გარეთ არც არსებობს. აი ამასაც უნდა მივხვდეთ. ვის ებრძვი, აბა? მამები ამბობენ რომ ბოროტება არის სიკეთის ნაკლებობა. შესაბამისად ბოროტება დაიძლება სრული სიკეთით, სრული სიცხადით. სრული გაცნობიერებით, უკვე მისთვის ადგილი არ დარჩება. აი რა პროცესში ვარ ჩვენ ჩართული. და თქვენ ახსენეთ სიყვარული მამაგურამ და აი სულ მიჭირს მივხვდე რა არის უპირობო სიყვარული, როგორ გამოიხატება. დიახ. და ჩვენ ხომ მიჩვეულოთ სიყვარული ეს არის შენ გენაცვალე, შენი ჭირიმე, აბა იზრუნო, იშფოთო, როგორ არის არაფერი მოაკლდეს. და რაღაცა უპირობო სიყვარული, რაღაცა სხვა რამ არის. აი ხანახან გულით კი ვხვდები ხოლმე, მაგრამ არც ამის გამოთქმა შემიძლია და ყოველთვის უმეტესწილად არც განხორციელება. უპირობო სიყვარული ეს არ უკვე სიმწიფე ჩვენი და მივდივართ აქეთკენ და ამიტომ სიყვარული ეს არ არის ემოცია, ეს არ არის გრძნობა. ნუ ასეთ სიყვარული ხა, იმიტომ ამბობს მას ხო არის თუ თქვენ თქვენიანები გიყვართო ყველას უყვარს თავისიანი, არა თუ ადამიანებს, ცხოველებს, ისეთი სიყვარული აქვს თავს შეგაკლავენ. მაშინ რა არის უპირობო სიყვარული? ამიტომ სიყვარულის გაცნობიერების შედეგია, ანუ სანამ შენ სხვა უყურებ და ცდილობ სხვა შეიყვარ, ვერასდროს ვერ შეიყვარ. როცა გეუბნება უფალი მოყვასი გიყვარდეს ვითარცა თავი შენი ეს ნიშნავს რომ მე როცა გავიაზრებ ის მოყვასი სხვა მე ანუ არტი ადამიანიდან მოდის ხო და ეს მდგომარეობებია ყველა ადამიანი ვისაც შეხედავ რომელიც იმყოფება სხვადასხვა კონდიციაში მეერთის გაგების შესაბამისად მე როცა ამას მივხვდები ჩემში მეორე ადამიანს მე უკვე უყურებ არა გარეგნული ნიშნით არამედ არცში ვუყურებ უკვე შიგნით რომ ეს იგივე ერთი დიდი უფლის შვილია რომელიც თვითონ არ იცის ამიტომ მე თუ ამ წმენით შევხედავ და ამ გაგებით მაშინ მე ადამიანს ვეხმარები რომ გონს მოვიდეს და გაიღვი აი არის სიყვარული ალბათ როცა აი ვინც ქრისტეში ახალი ქმედებაა წერია რომ არ არის არანაირი განსხვავება რელიგიური ეროვნული და სწორედ ეგ არის ჩვენი მისია საქართველოში რომ მსხემობს ქრისტეს ეკლესია რომ საქართველოში მან მიაღწიოს კაცის დონეს კაცი რომელიც უკვე ნათელია ყველა ადამიანისთვის განპირობებლობის გარეშე და აი ეს უკვე სრული სიყვარული არის სრული მიმღებობა მაგრამ ამისთვის შენ ცნობიერებაში უნდა გაიზარდო აქამდე გაცნობიერება უნდა იყოს რომ ყველა ადამიანი გადაფარულია უმწიფრობის რაღაცა გარსით აი ქართველებს გვაქვს კარგი სიტყვა ესეთი გარსი და არსი ქართული ახლა გარსი არის ის რაც ქერქია არსი არის რაც გულს ინახავს და გენიალურადაა მთელი ეს მისტერია მთელი ეს ჩვენ გარე არსი ცხოვრობთ ანეკდოტი არის რაღაცა პორტუგალი გაბსქნო და ეს რამხელა კურკა ქონია და კურკა გადააგდო დაუხვდა ჩვენ გარსის იქით ვერ მივდივართ არსი თუ არის არც ვიცით უკვე ამოვშიგინეთ იქ მაგრამ ნახე გურამიშვილს ამბობს ქრთილის პურის ქერქშია შიგ თავთუხი ჩავდეო ქერქი გაბცქვენ განაგდე შიგნით გულს კი ჭამდეო ანუ ქრთილი არის ცხენების ან ცხოველური პური და ანუ ეს არის წუთისოფელი გარსი სხვადასხვა წუთისოფელს ქვია ბრაულად ზუსტად გარსი ნაჭუჭი აბოროტებას კლიპოთ ესე იგი შესაბამისად ეს არ არის რეალობა ეს ქერქია შიგნით თავთუხი ჩავდეო
თავთუხი არის ის მოუკლებელი ნათელი, რომელიც ადამიანში მოუკლებლად ცხოვრობს, უბრალოდ გადაფარულია და ჩვენ როცა არ ყოფნის ცნობიერება, ჩვენ როცა იდენტურობაში ძლიერი ვართ, ჩემს იდენტურობაში, ჩემს ქართველობაში, ჩემს მართლმადიდებლობაში, ჩემს სოციალურ სტატუსში, ჩემს რაღაცა ეპოქის იმაში სულში, ჩემს ყველა მაშინ გარსებით ვეჯახებით ერთმანეთს, ესეთი ის მეორესაც აქვს თავისი გარსი. ხოლო ქრისტე ამ გარსებში ვერ ეტევა, ის კაცია დიდი ნიშნით. მას თავის თავს იხსენებს იქ ვინ სამოთხეში იყო. აი ამისთვის ვარ ჩვენ ზუსტად მართლმადიდებლობა დიოფიზიტობა ეგ არის სწორედ რომ სამყაროს ეს კაცი წარუდგინოთ სრული კაცი უკვე ანუ არსი შიგნით აი ეს თავთუხი რომელიც არის ამიტომ თუ შეზერელებზე რა გაგდა ძალიან რაღაცა ისეთი გამპირობებული მაშინ შენ გარსებს ხედავ და იწუნებ და ახარისხებ ნუ ეს არის დაბალი დონე მაგრამ როცა ძლიერი ხარ შიგნით მაშინ გარსის მიღმა არს ხედავ შინახან გულს და აი ეს არის უკვე სიყვარული უნარი რომ გარსების და დაყოფების და აი ამ დაშლობის მიღმა ერთი ნათელი დაინახო ყველა და ყველაფერში მოუკლებლად რო არის აი როგორც მამები ამბობენ რომ ჯოჯოხეთშიც კი მოუკლებლად არის ღმერთი წუთის სოფელშიც მოუკლებლად არის ღმერთი მაშინ რატო ვერ განიცდის გარსის გამო ანუ უნდა გადავქეკოთ, უნდა გავჩხირკოთ ეს ყველაფერი რაც ნაკლებია. აი ამ უპირობო სიყვარულზე და ჩვენ იქ დაგველოდება. აი მამე ჩვენ ყველა ამას ამბობდა, აკაკი წერეთელი არ ამბობდა, რომ მე რო საუნჯეს ვეძებდი გარეთ გაჭრილი ეული თუ მე შინვე ყოფილა და შესაბამისად ბაზარეთის და ტვისწირას ილიაც რო ამბობს და მიჯაჭული ამერი ეს ჩვენი ვიზიო ჩვენ მამე ეს ჩვენ წინაპირ გქონდათ ეს ჭრეტა ხედვა და აი დღეს სამწუხაროდ თითქმის დეგრადირებულია და აი ეს უნდა გავიხსენოთ და ქართულშიც რო გახსენება ხსნა რო გახსენება ბაშია აი როგორც კეთოს გაახსედა იქნებ იმიტომ გვაცოდულებს უფალი იქნებ იმიტომ მოიგიდა ამდენი კაფი ახლა დღეს რაც გარი ეს არ არის საქართველოს ეს არის კაფი რაღაცა ეს არის რაღაცა ის აი როგორც როგორ გითხრა აი კარგი კახური ღვინო რო არის დამდგარი ქვევრში და რომ მოხდი ზევით აპკირო აქვს ზევით ახლა თუ შენ უგუნური ხარ და არიცი არსი რა ხდება შენ დაიწვენებ იმას არ შეხედავ იმიტომ რომ თვალი დაინახო რომ რაღაცა მოდებული მაგრამ კახელს ულვაშებს ჩაია გაიღიმება მოხდის ამას ორში მოთი მოასუფთავ და კამკამა ღვინო აი წუთი სოფელი არის ზორეთ ეს აპკი გულის ჯამში დამიგროვდა ჭვარტელი მოგიზგიზეს სიყვარულის გამო ქართულ მართლმადიდებელი ეკლესია ჩვენს ცნობიერებას აპკი მოეკიდა რაღაცა ჭვარტელი მოეკიდა სიყვარულსაც კი აქ ჭვარტელი მაგრამ ჩვენ სუსტად ეს არის უნდა ვირწმუნოთ ეს რომ ეს მოუხადოთ და მოუკლებლად არის აქ ჩვენში ყველა ადამიანში 64 მოუკლებლად არის უბრალოდ არ ყოფნის სიმძიმე არ ყოფნის ზერა ჭრეტა აი ეს უნდა დავბადოთ ჩვენ როგორც ფუტკრები ბადებენ დედა ფუტკარს კაცო ნუ თუ ფუტკრებზე იზრუნა ღმერთმა ფუტკერებზე იზრუნა ღმერთმა როცა დედა რო არ აყავთ ფუტკერებს გამოყავთ დედა ფუტკარი და შემდეგ ისევ ლაგდება ყველა აი ჩვენი ძალისხმევები ჩვენი ცრემლები ჩვენი ტკივილები ჩვენი წინაპრები ყველანი აქ არის აი ეს ნელ-ნელა როგორმე აი უნდა დავბადოთ აი ის ცნობიერება რომელიც ნათლის სვეტივით დადგება საქართველოსზე და რომელიც გაგვამთლიანებს აი ამისთვის ვეწირებოდი ჩვენ წმინდანინოს ისტორიას ასეა დაწერილი შინაგანი ისტორია როგორ მოდის უბრალოდ ჩვენ დროს მე რო ისტორიებზე ვსწავლობდი ამას რაღაცა არც იღებდნენ სერიოზულად იმიტომ რომ ეს რაღაცა კვლევას არ ექვემდებარება სინამდვილეში ეს არის სულის ისტორია რა ხდება და ის რომ ცხეთა ახალი იერუსალიმი ახლა ეს შორსაფარაკი მაგრამ ყველა ჩვენ ქართველს გულში გვისვენია ის საქართველოს ის 64 უпроსორად და მოდი ცრემლებით ჩვენი ნატურის ჩვენი ოცების წმენით აი ეს გამოვზარდოთ ვირწმუნოთ ეს ვირწმუნოთ ნელ-ნელა და ის რაც ვირწმუნეთ რეალობაშიც მივიღეთ იმას რაც ჩვენ ვირწმუნეთ და ალბათ ამაშია ჩვენი გადარჩება ზუსტად ამ მონანიებაში რომ ჩვენ შიგნით ვეძებოთ ეს ყველაფერი ჩვენ გვაქვს უბრალოდ არის აპკი მოკიდებული ძალიან ბევრი მტვერია და ეს გადავქეკოთ აი ეს არის მონანიება და აღვდგეთ აქედან ამ ჩვენი დავიწყებთ ანგრევებიდან უხეშად. და ეს დაპირისპირება, ეს რადიკალური დაპირისპირება საზოგადოების ერთმანეთთან, პრინციპში აი ამ აპკის ჩამოშლის წინაპირობაც არის, არა ერთგვარი. ეგეც გვეხმარება. ანუ ამას ეძახიან. ანუ ცუდი სანახავია ეს. ამას ეძახიან დახმარება ჩვენ წინააღმდეგ. ეგეც დახმარებაა. ანუ რასაც შენ ვერაკეთებ ნებაყოფლობით, მაშინ განსაცდელები დაგინგერებს ამ ყველაფერს და მაინც მოგვიწევს ჩავარდა იქ, ოღონდ ეს აპოკალიფსისი ახლა გვაშინებს, იმდენ ეს აპოკალიმანიშნად ფარდის გადაწევა. ეს ამწველი იქნება იმათვის, ვინც მოულოდნელი არა, გამეთო გვაფრთხილებს უბრალოდ მზად იყავით, მე მეწოდებით.
იმიტომ თუ მოულოდნელად გაიხსნება ფარდა, შენ აი სტუმარი რომ მოგადგეს ისე რომ არც გაგაფრთხილ. შენი გასაქცევი ადგილი არ იქნება მეზობელს ეტყვი რომ უთხარი თუ ნინოს სახში არ არის. იმიტომ რომ ისეთი სტუმარი, აი ზუსტად ეგ არის. ის მოსული აქ დგას, მაგრამ აი ფარდის გადაწევა თუ მზად არ ახლა წველი ნათელი იქნება. მამებიც ამბობენ, ჯოჯოხეთ ეს არის სიყვარულის ცეცხლით გვემა. ანუ ეს სირცხვილი ცეცხლი შენი სიმცირე ამიტომ მზად იყავ მოემზადე და კიდე გაძლევს დროს კიდე გაძლევს აუცილებლად გადაიწევა ეს აპოკალიფსისი აუცილებლად მოხდება ანუ გამომზეურობა დიდი ნათლის გაცხადება ოღონდ ეს ნათელი იქნება ძალიან ნეტარი ვინც ელოდება ჰე მოდი უფალო მარანათა პირველი დღე და ველოდებით ხოლო ის ვინც მიეძინათ და მატერიაში ფესვები გაიგეთ მათთვის იქნება ძალიან დიდი მწველი ნათელი იმიტომ რომ ბევრია დაგროვილი აი ეს რა ქვია ჩენჩო და აი ეს რაღაც რაც მოგვეკიდა და ის მეტი მტკივნეული იქნება. ამიტომ არის გამოდით ბაბილონიდან, გამოდით ამ სისტემიდან მოემზადეთ, როცა ქურდივით მოვალ, როცა არელოდებით მაშინ მოვალ, მახესავით დავით, სულ გვაფრთხილებს. არ გადადოთ. ანუ მოსვლა ქრისტე უკვე მოსულია უკვე. უბრალოდ დამატებით დროში ვცხოვრობ ჩვენ რომ დრო მოგცა მოსამზადებლად. და აი ეს დრო გამოიყენა ამისთვის და არა იმისთვის რომ ისო მატერიაში იყო გონსპოდი და თუ ჩვენ შევძლებთ იქნებ საქართველოს პატარა ნატეხი, პატარა ადგილი, თუნდაც პატარა სადა თუ მართლა მოხდება მონანიება უკვე ნათლისვეტად ვიქცევით სამყაროსთვის. იქნება ამისთვის გვაფრთხილებდა წინაპრები ეს არის იქნება საქართველოს გაფრთხილება და მისია ეს არის იქნება რომ მეორე ისრაელი მე რო არის ცხეთა და ცხეთაში რო ვიყავი ახლა კინაღა მეგონა რომ დეჟავიში ვარ გეცემარის ბაღი აწერი მეთქი ხო არ გადავპორტირდი სადღაც ყველა ბრვა ტოპონიმია ცხეთის გარშემო რომელიც ერთ-ერთზე იმეორებს იერუსალიმის ტოპონიმი აი ნახე აქ სვეტი ცხოველი სვეტი ცხოველის აღმოსავლეთის საკურთხევლიდან არის ჯვარი, ანუ ეს გოლგოთის ჯვრის გამო დაერქვა, შუაში გეცემანის ბაღი ზუსტად ისევეა იქაც. სოლომონის ტაძრის აღმოსავლეთის საკურთხევლიდან არის გოლგოთის ჯვარი და აქ გეცემანია. იქით ბეთანია, უფრო შორს, იქით ელეონის მთა, თაბორის მთა, ეს ყველაფერს ნახავთ ეგერ. და რატო რა მოხდა? ან თუნდაც ქრისტეს კვართირო აქ არის ნიშანი ეს მინიშნება და უამრავი ნინოს წმინდა ქართლის ცხოვრება ნინოს ცხოვრებაში და მასში მოქცევა ქართლის არის საოცრებები წერია ნინოს ინდოელი ტყვექვია რატო ინდოელი ან რატო ტყვე როცა არც უნახავს ინდოეთი ეს ხო სიმბოლურია და ყველაფერი ინდოეთი რისი სიმბოლო ადამიანის სულის ტყვე რომელიც წოთისობით ჩავარდა ნინო ბოდბეს ქვია მოქცევა ქართლზე ბუდა ეს დაბა რელიგიების სახელებიც აქ არის თხოთის მთა ეს თოთი აქეთ კიდე სხვა რაღაც ტოპონიმები ეს გამოუგნებელი ისტორია უბრალოდ ჩვენ აი ბოდბე ბუდა ეგ არ ვიცოდი კი ნუ ესეა და ინდოელი ტყვე ინდოეთი ბუდაზე ანუ აქ არ არის ფიზიკურელი აქ არის ლაპარაკი ადამიანი გადის და აი ეს ქრისტემ ხო სინთეზია მაღლად ქრისტე ხო ქრისტიანების არ მოსულა კაცია რელიგიამდე რელიგიები მიმყვანი იყო ხოლო და მართლმადიდებლობის უპირატესობას სწორედ ეგ არის ეს მოძღვრება აქ დაჭერილი რო უნდა გამკაცდეთ ქრისტე სრული კაცია აი ეს მისია გვაქვს იქნებ ჩვენ როგორც ებრაელებს პირველი მესის დაბადება თვითონ და ხოლმე დაკაცება დედა არის უკვე ღვთისმშობელი ჯვართან დგას იოანე და ღვთისმშობელი და რას ეუბნება აი დედა შენი ანუ დედის მაგიორი ანუ გრძელდება ეს ერთჯერადი აქტი თურმე არ ყოფილა ეს უნდა დასრულდეს და ქრისტე კაცად უნდა აღდგეს და ეს არის ღვთისმშობელი რატო არის ჩვენი ქვეყანა ღვთისმშობელი წელხვედი იოანე ლაზარე რატო არის ანუ იოანე სიყვარულია ანუ სიყვარული მაშინ არის პეტრე აი წმერა და სიყვარული ბოლოს მო იოანეს ერა დაიწყება ღვთისმშობელის არ ვიცი ახლა ზოგ შეიძლება ეს რაღაცა შოვინიზმადაც კი მიიღო და რელიგიურ ფანატიზმად ეს ისეთი მარტივი და ისე უბრალოა თავის დროზე აუცილებლად გაცხადება ეს ჩვენ ეს მოდის ეს უფალი გააკეთებს ამა ოღონდ ქართველებო აი ეს გჭირს ჩვენ ამით კი არ უნდა ვიკვეხნოთ როგორც ებრაელებს დაემართოთ არამედ პირიქით განვიცადოთ ეს მისია რა მისია არის აქ და უნდა მას ვქონათ გულში მივიღოთ ეს ყველა მოვინანიოთ ჩვენი თავი მისცეთ უფალო აღასრულე შენი ნება დაწვი ყველაფერი ჩვენში რაც ჩვენ შენგან გვაშორებს აი რა დღეში ვართ გარეგნულად და ალბათ ინებებს უფალი ამასაც და დაგვეხმარება თუ ჩვენ ნებით არ გავაკეთებთ შეგვიძლია აუცილებლად დაგვეხმარება და ჩვენ წინააღმდეგ მოუწევს დახმარება თუ ჩვენ და ჯობია რა თქმა უნდა მაგრამ ძალიან დიდი მადლობა მე რა თქმა უნდა არ დავასრულებდი მაგრამ მეუბნებია რომ უნდა დავასრულო და დავასრულებ გადაცემას ძალიან დიდი მადლობა მაყურებელს მე შეგახსენებთ რომ თქვენ შეგიძლიათ ეკრანზე გამოსახული QR კოდის მეშვეობით მობილური ტელეფონით გადმოხვიდეთ პირდაპირ ჩვენ Georgian Times
News-ის YouTube-ის არხზე, გამოიწეროთ არხი და ყოველთვის ადევნოთ თვალი ჩვენს გადაცემებს. კიდევ ერთხელ გიხდით დიდ მადლობას და მე გემშვიდობებით, ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით მომავალ ხუთშაბათს 14 საათსა და 10 წუთზე ნახვამდის. ნახვამდის.